მაგრამ აქ სხვა რაღაცაა გაიგე, ხო მთელი ამბავი ის კი არ არის, კი არ გვენ კონსტიტუციას რა თქმა უნდა რა და არ გვენ კონსტიტუციას მუდმივად რა განათლებასთან მიმართებაში, მაგრამ მოდი ახლა პატარა ვიმსჯელოთ, დავფიქრდეთ, ესე იგი რისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი, ასეთ შეზღუდვა, ხო? წესით არის უპირიქით, ხო, ესე იგი შენ თუ გინდა ახალგაზრდები აკონტროლო, პირიქით უნივერსიტეტებში უნდა შეუშვათ, თვითმმართველობა უნდა გააძლიერო და აი როგორც იყო რა. ნუ პირიქით უნდა გაზარდო, უნდა შეეცადო რომ თვითმმართველობები ბევრი იყოს, ესა აი ესეთი კონტროლი ბევრი იყოს, ესე იგი შემოიტყუო ეს ისინი ახალგაზრდები რაღაც იმაში, ამ შემთხვევაში, ესე იგი მართული პროტესტი, აი მაგალითად როგორც იყო პრეს-კლუბი, ხო, იმის დროს, ჩვენ დროს, ხო, ეს ვახტანგ გოგოძეს რო ქონდა, ხო, ეგეთი ფორმა იყო კონტროლის, ხო? მაგრამ ესენი იქცევენ აბსოლუტურად პირიქით. ნუ რას აკეთებენ, ახლა წარმოვიდგინე, მოდი მოყვოთ რას აკეთებენ ამით, ხო? გლობალურად რას უკეთებენ ამ საქართველოს განათლების სისტემას. ამცირებენ ადგილებს იმაში, მისაღებ ადგილებს უმაღლეს სასწავლებლებში, იმაზეც არის ლაპარაკი, რომ კერძოებს საერთოდ აუგზავნებენ ქართველ სტუდენტების მიღებას, ნუ ამბობენ ყოველთვის, იმედი არ მოხდება, მაგრამ ამას ამბობენ. ამცირებენ სწავლის დროს, როგორც იმაში სკოლაში, ასევე უნივერსიტეტში, ანუ ეს რა ხდება? აბა მოდი ახლა ვიმსჯელოთ ამაზე, რა ხდება ამ დროს, ხო? ამ დროს ძალიან ბევრი ახალგაზრდა რჩება ინსტიტუციური მიბის გარეშე. ანუ არა აქვს ეს მიბა ამ ახალგაზრდას რა, არა აქვს იმაში, ესე იგი უნივერსიტეტში არა აქვს, სკოლაში არა აქვს, მაგისტრატურაში არა აქვს, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი ახალგაზრდა რჩება გარეთ, ხო? რა ხდება ამ დროს საქართველოში? საქართველოში ამ დროს ხდება ჯარში გაწვევა. მოდი ახლა ერთი პატარა ჰიპოთეტური ნაბიჯი გადავდგა და ვის შეიძლება საქართველოში ბევრი ახალგაზრდა ჭირდებოდეს ჯარში, თუ არა რუსეთს. ხო. ხო, ეს ჰიპოთეტური. ხო, იმიტომ რომ სხვა ახსნა რატო გადაუარეს ესე აი მოკლება და იმას განათლების სისტემას და მარტო იმაში არა, მარტო ილიას უნივერსიტეტში არა, ილიას უნივერსიტეტი გასაგებია, რომ ახლა აღიქმება იმათ რაღაცა, ესე იგი აი ამ 9 წლიანი სისხლიანი 9 წლის პროდუქტად და ეს გასაგებია, შურისძიება, ნუ გასაგები როგორ არის, მაგრამ ნუ ამას ხსნით, მაგრამ ასე მთელი გადავლა სისტემაზე შემცირება წლების რაოდენობის ახალგაზრდების დატოვება ინსტიტუციური მიზნის გარეშე, ახლა ლოგიკურად და ჰიპოთეტურად ახლა თუ ვიმუშავებთ, მეტი მიზანი რა უნდა იყოს? ხო წავლენ ეს ახალგაზრდები ჯარში და ერთჩვენე დღესაც აღმოჩნდებიან უკრაინის ფრონტზე. აი სხვა ახსნა რა უნდა კონდეს? ხო, სამწუხაროდ ასე. პოლიტიკოსები არ ლაპარაკობენ, რა ვერ ფიქრობენ, არ ფიქრობენ, იციან რომ ეს არის თუ არ იციან ეს არ აინტერესებს ჭამაზე, იმათ უნდა ილაპარაკონ რა. აი პოლიტიკოსებმა რომ აი რა ხდება ამაში რა განათლების სისტემაში, ეს იმიტომ დაუსვან კითხვა იმას, ხო? კი, ისინი არ უპასუხებენ და რაღაცა ეთქვენ არგუმენტი არა გაქვსო, მაგრამ დაუსვან მაინც კითხვა რომ ხომ არ ხდება ეს იმიტომ რომ ესე იგი მოამარაგო რუსეთის არმია იმითი საზაბაზე ხორცით. ხომ არ ხდება ეს იმიტომ რომ ამას არა, ნუ იქ რაღაცა კინკლაობენ ერთმანეთში და რაღაცა წერილებს უწერენ საჯაროს. ნუ რა უბედურება.